ჟანგიანი ლურსმანი. დავაბიჯეთ ფეხის ჟანგიან ლურსმანს, ანუ რამდენად დიდი ალბათობა ტეტანუსის განვითარების. კი ბატონო, ზოგადად როდესაც ვსაუბრობთ ტეტანუსზე, ტეტანუსის ასე თქვათ სპორები, როგორც წესი არიან ნიადაგთან ახლოს, თუ ეს ლურსმანი იმყოფება ნიადაგთან ახლოს, ანუ მიწაზე, თქვათ, ასე დროს და აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი ასე თქვათ შეფასდეს და ადამიანმა ჩაიტაროს ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. თუ თქვათ ჟანგიანი ლურსმანი იმყოფება კედელზე და უბრალოდ მცირე ზომის ასე თქვათ დაზიანება მივიღეთ, ასე დროს ნამდვილად არ არის აუცილებელი ტეტანუსის საწინააღმდეგო ასე თქვათ ვაქცინაციის ჩატარება. ამიტომ კონტექსტი უნდა განვიხილოთ. მაგრამ მაინც სპეციალისტი წყვეტს ხო ამას? სპეციალისტი, რა თქმა უნდა, ყველა ასეთ შემთხვევაში ასე თქვათ ჩვენი მხრიდან ინტერპრეტაცია არასდროს არ იქნება ბოლომდე სრულყოფილი და შეიძლება რაღაცა გამოგწეს, ამიტომ მსგავს შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც შეაფასებს როგორც დაზიანების ხარისხს, ასევე იმას თუ თქვათ რითი მოხდა ეს დაზიანება და ამის შემდეგ უკვე გადაწყდება ჩატარდეს თუ არ ჩატარდეს ვაქცინაცია.